საით წარმართავ ამ ნებასვერვის შენი საქმე. თუ სულიწმიდის მადლთა მადლის სასარგებლოდ წარმართავ, მაშინ აი მატერიალურ სიმდიდრეს და ფუფუნებასთან ასე რომ ვთქვათ, არ გექნება კავშირი. არც ამ ქვეყნიურ ვნებებთან არ გექნება კავშირი, ზომიერად ყველაფერი დასაშვებია და გექნება ქრისტიანს კავშირი. თუ არა, თუ შენ ფიქრობ, რომ მე ღვთისშვილი ვარ, მე ლოცულობ, მე მართულობ, მე მიათებ წირავ, ხო და მე ვარ რაცა ვარ და ფუფუნებაში ცხოვრება გინდა, სიმდიდრით ცხოვრება გინდა და ამ ქვეყნიურ ნებებში ირჩევი, ეს გზა ღვთის მოცემული თავისუფალი ნებისა არ არის. ეს გზა შენი ნება. და შენ როცა ამბობ ვიყავ ნება-შენი, ვითარცად სათავეში ეგრეცა ქვეყანასა ზედა, უნდა იცოდე შენ რომელ ნებაში ხარ. იმ თავისუფალ ნებაში, რომელიც უყოლა შენ იბოძა, კაციკა, თუ სიმდიდრის და ფუფუნების და მატერიალური ყოფის ნებაში ხარ. შენ უნდა მოძებნო ზეცის გზა. თუ დასცილდი ზეცის გზას, იქცევი უძღები შვილად. და უძღები შვილი სანამ არ მოინანიებს, სანამ არ შეიგნებს თავის ცოდვად დაცემას, იგი მანამდე მივა ღორების საჭმელზე ვარეს დღეში ჩავარდება. ასე არის სახარებაში, ხო? მაგრამ უძღებმა შვილმა, როდესაც მიხვდა, რომ ვწოდე მე ცად მიმართ, პირველად ცად მიმართ დაკარგა ცის გზა. მეორედ წინაშე მამისა ჩემისა და მივიდა და შენდობა ითხოვა. კი არ დატოვა იგი იმ მდგომარეობაში, როგორაც დაცემული იყო, ისე კი არ დატოვა. აიყვანა ისევ ხარისხში. სულიწმიდის მადლი კვლავ განახლდა იმ ადამიანში. ნება ღვთისა კვლავ განახლდა. რადგან იგი უკვე მობრუნებული სინანულით სწორ გზაზე და ეს გზა იყო ზეცის გზა. ამიტომ როცა ვიძახით, რომ ყველაფერი ღვთის ნება, ყველაფერი ღმერთმა შექმნა, ყველა გზა ღვთისკენ მიდის, ამას კი ამბობ შენ წარმოსახვით, წარმოდგენით სწორად, მაგრამ შენ სამიდიხარ ამ გზაზე მიდიხარ? შენ ზეცის გზაზე დგახარ? ქრისტეს გზაზე დგახარ? მე ვთქვი, რომ ჩვენ მოგვცა და უფალმა წარღვლის მერე თქვა მეორე როდესაც მოვინა და იშვა უფალი იესო ქრისტე ბეთლემში. და რა თქვა უფალმა? მე ვარ გზა, მე ვარ ცხოვრება და მე ვარ ჭეშმარიტება. ამ გზაზე მდგომი ადამიანის ნება ქრისტიანი მართლმადიდებელი. დგომა არის საჭირო და არის ქრისტიანი. ხო და თუ იწამებს და დაემორჩილება ღვთის მადლით ნაჩუქარი ეს ნება და მაშინ ნაჩუქარია ის გზაც, ნაჩუქარია ის რწმენაც და ნაჩუქარია ის ჭეშმარიტების ცხოვრება. მაგრამ უნდა იცოდეს, რომ ეს ქრისტიანის გზა ძალიან ვიწროა. ვიწროა და ეს არის მართალი სიტყვით, მართალი რწმენით, მართალი საქმით, მართალი ეკლესიის ტიპიკონით, მართლმადიდებლური რჯულის კანონით და რომელსაც სჭირდება ქრისტეს მორჩილება. ქრისტეს სიმდაბლე სჭირდება, ქრისტეს სიყვარული სჭირდება და გაქრისტიანება სჭირდება თითოეული ადამიანისა. და ჩვენი ხედვიდან, მაგრამ და გაქართველება სჭირდება კიდევ. გასავლელი არის გოლგოთის გზა
ჯვარცმით, აღდგომით და ამაღლებით.